გამარჯობა. დღეს ჩემი გადაცემის შტრიხების ჩაწერის დღეა. დღეს ჩემი სტუმარია ქეთა ტრაპაიძე. მოდი ასე დავიწყოთ. ვინ არის ქეთა, როცა ის მარტო რჩება საკუთარ თავთან? ქეთა, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩება, არის გოგონა ცოტა სევდიანი. რატო სევდიანი? და რაღაცა უფრო მეტად ღრმა ფიქრებში ვარ. არ ვიცი, ზოგადად შეიძლება, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში იყო რაღაცა ისეთი მომენტები, რომელიც ბავშვობაში ცოტა ტკივილად გადავიტანე და შესაბამისად ეს მომყვება დღემდე. რა ფერია შენთვის სევდა? ნაცრისფერი. რატომ? იმიტომ რომ არ მინდა შავი იყოს. შავი უფრო ესეთი ფერია. რაღაცა არასიკეთის. და მე უბრალოდ ნაცრისფერად ვხედავ ჩემს სევდიან თავს. რაზე ოცნებობდა პატარა ქეთა? მე ვოცნებობდი, რაზეც ვოცნებობდი სხვათა შორის. და მაინტერესებს აიხდიდა ეს ოცნება? კი. მე პატარა ქეთა 11 წლის ასაკში ვიძახდი, რომ ჩემ ლექსების კრებულს გამოვცემდი, დავწერდი რომანს, ასევე პროზას და სხვათა შორის ყოველთვის ვიძახდი ის, რომ მექნებოდა მწერალთა სახლში ჩემი ლექსების კრებულის საღამო. და კიდევ ის, რომ ვიქნებოდი წარმატებული ხალი, ბევრი შვილის დედა და ეს ყველაფერი ამიხდა. კი, ანუ რაზეც ვოცნებობდი და რაზეც ვსაუბრობდი ბავშვობაში. ჩემ მეგობარს გაუცინია, ანუ გაუღიმია, იმიტომ რომ აი რაღაცა თითქოს რაღაცა არარეალური ოცნება იყო ალბათ იმისთვის, მაგრამ ეს ჩემთვის ოცნება იყო, რომელზედაც მიზანი დავსახე და ეს ოცნებები აიხდიდა. მაინტერესებს, ქეთა არსებობს ერთი წამი, სუნი, ან რაიმე მომენტი, რაც ბავშვობაში გაბრუნებს, ან გახსენებს ბავშვობას. როგორი იყო შენი ბავშვობა? ამასთან ერთად. კი, არის მომენტი ის, რომ სადღაც პატარა ვიყავი 5 წლამდე ბათუმში ცხოვრობდით და ძალიან მიყვარს ჩემი ბათუმი მართლაც, აი რაღაც მომენტები მაქვს იქ ბებოს სახლი, სადაც ცხოვრობდით და იქ დღემდე არის ჩემი ბავშვობის ნაჩნიკი, რაღაცა ესეთი იხვი, რაღაცა დონალდის რო იყო, თუ იცით, მულტფილმი რო იყო, მაშინ რაღაცა ესეთი პატარა ნაჩნიკი, რომელიც ბებო მომიტანა და დიდი ხანია არ ყოფილვარ იქ იმ ბინაში, სადაც გავიზარდე 5 წელი, სადაც ცხოვრობდი, მაგრამ რატომღაც გული მიგზნობს, რომ დღემდე არის ის ნაჩნიკი იქ. ბებო საკმაოდ დიდი სითბოთი ახსენე. გაიხსენე ბებო? კი, ეს ვახსენე, ეს არის ქეთო ბებო, ბაბუა ჩემის და, დედა ჩემის მამიდა. ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი 5 წელი და შემდეგ გურიაში ჩამოვედით და სკოლა გურიაში დავამთავრე. როცა შენი წიგნი ნახე, ჯინა, გამიკვირდა, რატომ დაარქვი ჯინა? ეს ფსევდონიმია შენი, ნიღაბია, სარკია თუ განაგრძო? ეს არის ფსევდონიმი, რომელიც ჩემმა უსაყვარლესმა მეგობრებმა ზღვარმა დამარქვეს, იმიტომ რომ ერთ-ერთ მსახიობს გავხარო ჯინას, ლოლი ბრიჯიტა. და რატომღაც დამარქვეს, რომ ჯინა და ეს ფსევდონიმი წამოვიდა აქედან. ქეთა ხშირად ვიღებთ, მაგრამ შინაგანად არა. შენ თუ ქონია მსგავსი შემთხვევა, მაინტერესებს და იმ მომენტში, როცა საკმაოდ გიჭირს კი არა, აი ცხოვრებაში ისეთი ამბავი გემართება, რომ აი პირობითად ბევრი ადამიანი ვერ გადაიტანს, ვერ გადახარშავს მარტივად, იმ მომენტში რატომ ვიქნები? ჩემ ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ძალიან მძიმე მომენტი ის, რომ
ჩემი გოგო, რომელიც 11 წლის მყავს, მეუღლე, დედა, ძმა და ჩემი პატარა გოგო ეხლა მაშინ იყო წლინახევრის ავარიაში მოხვდნენ და ჩემი გოგონა იყო ძალიან საკმაოდ მძიმედ და ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ასე რომ ვთქვათ, არ ვიცი რა გითხრათ, ტყივილი, მაგრამ ძალიან მაგრად გაუმკლავდი ჩემს სკილს დღეს ჩემი ანგელოზი 11 წლის არის და უფალს მადლობა ამისთვის რომ ეს იყო ღვთისაჩუქარი მართლაც და არ მეღიმებოდა იმ დროს, მაგრამ მაინც ვიღიმოდი. საოცარი ურთიერთობა გაქვთ და ეს შორიდანაც აღიქმება ჩვენი მეგობრები ვართ რა, ისეც ვამჩნევ და ზოგადად ვინც არაა შენი მეგობარი, ამას ისედაც ნახავს თუნდაც Facebook-ით, Instagram-ით და ვინც გადავრს რა თავს. იცი რა მაინტერესებს? დაგიკარგავს საკუთარი თავი? კი. და როგორი ხარ? ასე თქოს. არანორმალური. ცოტა ხშირად გაქვს ეგეთი შემთხვევები თუ არა? არა. ხოლოდ ერთხელ მქონდა და საკუთარი თავის მე თვითონ შემეშინდა, მინდა გითხრა. ჩვენი ინტერვიუ მოიცავს ცოტა ღრმა საუბრებს რა და ცოტა სიღრმეში წავიდეთ. მოდი. ანუ სიცრუის დეტექტორია. აი რა მითხარი. კი ბატონო. არის თუ არა შენში ისეთი დაცდა, რომ ფიქრობ, რომ იმ მომენტში, ერთ მომენტში ვიღაც ვერ გადაარჩინე. ან თუნდაც საკუთარი თავი. ან სხვა ადამიანი. აბა და. კი. ეგ განცდა მქონდა. როდის? ხო ცოტა რაღაცა მძიმე თემაა ჩემთვის. ეს განცდა მქონდა მაშინ, როდესაც ბებო გამიხდა ცუდად. მაქსიმალურად ვეცადე რომ გადამერჩინა, მაგრამ ვერ შევძელი სამწუხაროდ. ძიმე განცდა. და ძალიან არ ვიცი, რაღაცა ვფიქრობ იმაზე, რომ წინა დღეებში ვეხვეწებ, ბებო მეთქი, მოდი ეთუნთან წავიდე, ცუდად ხო არა ხარ, არა, რაღაც თითქოს შევამჩნიე, ბებო ხომ არ მიმალავ, აუ არა ბებო, კარგად ვარ და აი ჩემ თავს რაღაც ვადანაშაულებ, ნეტა მეთქი, აი არ დამეჯერებია მისთვის, მომეკიდა ხელი და წამეყვანა ექიმთან, შეიძლება გადარჩენილიყო, არ ვიცი. ალბათ ყველაფერი უფლისნებაა და სიკვდილს კიდევ წინ ვერ აღუდგებით ვერასოდეს. მე ვხედავდი იმისა, რომ მე და შენ კარგი მეგობრები ვართ, ეს ისტორია არ ვიცოდი და მეც თითქმის იდენტური ისტორია მაქვს ვერიასთან დაკავშირებით და ეს თემა დღემდე მძიმეა ჩემთვისაც და კარგად მესმის შენი. შენს წიგნში 93 გვერდზე არის ასეთი პროზა უცნაური პაეპი. მაინტერესებს ეგ ისტორია, შენ გადახდა თუ არა თავად? ან რატომ გაგიჩნდა იდეა, რომ დაგეწერა ეს და ჩვენს აუდიტორიას ვინც ვიყურებს, მინდა ვუთხრა, რომ აი წაიკითხეთ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ და ცოტა სევდიანია რა და მოდი მოგვიყევი. მე რო წავიკითხე, ცოტა ამეტი რასავით, მაგრამ აუ ეს ამოძვრათ რა, მე როცა წავიკითხე, ჩემთვის სევდიანი იყო. კი, ნამდვილად ვინც წაიკითხა სხვათა შორის ყველა მეუბნება რომ ეს ისტორია შენ გადახვდა იმდენად რეალურად მივაწოდე მკითხველს რომ და დამაჯერებლად რომ იფიქრეს ეს ისტორია მე გადავხვდა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ისტორია მე არ გადავხვდა, არც არავის ჩემთვის მოუყოლია. უბრალოდ ეს არის ჩემი ფანტაზია, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. რავი, რა დავარქვა, აი ახლა რომანს უწერ, სხვათა შორის საკმაოდ მძიმე კადრები არის მანდ და ისიც რაღაც იმდენად დამაჯერებელია იმ დღეს წერდი ღამის 2 საათზე, მე ძირითადად ღამე მიწევს ხოლმე მუშაობა კომპიუტერთან, დღენს სამსახური იქის რაღაც ბევრი რაღაც გადარბენებზე ვარ და რაღაც ახალი გეგმები მაქვს კიდევ. მე სიახლეს გაგაცნობ ხო, რა თქმა უნდა და იმდენად
იმდენად რაღაც დამაჯერებლად წერ ამ ყველაფერს, რომ მე თვითონ შევდივარ რაღაც როლებში და ღამის 2 საათზე ვტიროდი და დედჩემ შემოვიდა, დედა რა გჭირს მშვიდობა გაქვს და კი მეთქი დედა წერ. აი წარმოიდგინე, აი იმდენად შევდივარ ნაწარმოებში, რომ კომპიუტერთან ვიჯექი, თან წერდი და თან ვტიროდი. ქეთა, დაგიკარგავს მეგობარი, იმიტომ რომ მეგობრობა ჩემთვის საკმაოდ წმინდა გრძნობაა რა და როცა ადამიანს ჩემს მეგობარს ვეძახი, მისგან უკვე რაღაცა დარტყმები, ან თუნდაც დარტყმა არ იყოს და მეგობრობა ხო ისეთი გრძნობაა, რომ არ უნდა გჭირდებოდეს თქმა, რომ ან აქ მოდი, მიჭირს ამეხ, მაგრამ მე ეგრე მესმის მეგობრობა, რომ სადაც ჩემ მეგობარს უჭირს და გავიგებ, იქვე იმ წუთას უნდა მივიდე რა. და აი შენთან მაინტერესებს დაგიკარგავს მეგობარი? მე გეტყვი მაშინ ამას, რომ მეგობარი დამიკარგავს. თან დამიკარგავს მეგობარი, რავი, ალბათ 15 წელი რომ ვიყავით ერთად. მაგრამ მიზეზი იყო ძალიან დიდი. მე ზოგადად მეც ეგეთი ტიპი ვარ მეგობრული. ღამის 3 საათზე ჩემი მეგობრის გამო ავდექი რომ დამირეკა და მითხრა მჭირდები, გავიღვიძე და მასთან წავედი. ქეთა, მაინტერესებს რა ვერაპატიე შენ საკუთარ თავს? ჩემ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე და ვერ ვპატიობ იმას, რომ ყველა ადამიანის მიმართ ვარ მინდობი. და ძალიან ბევრჯერ ამ ჩემმა საქციელმა გურვალალი ვარ, რა ვიცი რა ვთქვა, რავი. და სპარაერი ვარ იქნები. და ვერ ვპატიობ დღემდე, აი რატომ მივიღე და შემდეგ ამ ყველაფერს ვნანობ. ხო, მეგობრობაზე საუბრობ და მოვიდა ჩვენი 4 მეგობარი. მასე ვიმაშავთ. აი, გიყვარს? ძალიან. იმიტომ რომ მე 2 ძაღლი მყავს სახში და 1 კატა. ასე რომ ძალიან მიყვარს ცხოველები. რა ჩემო ლამაზო. აი ესენი არასოდეს არ გიღალატებენ. კი, ადამიანები. და ყოველთვის აი რაღაც აი ყოველთვის დაგიცავენ და ყოველთვის აი თბილები არიან და საყვარელი. ისე რა მაგარია მეგობრობაზე საუბრობდით და ჩვენი 4 მეგობარი მოვიდა. ძალიან საყვარელი გადავიცა. მე მყავს ძაღლი 2 ძაღლი. ესა კავკასიური ნაგაზი 1 თვის. მე პატარა ჯიში ძაღლები მყავს 2 სახლში, მაგრამ ვაიმე არ ვიცი, ჩემი გასვლა და შემოსვლა სახლში მეზობლებმა იციან უკვე რა დროს დავდივარ სახლიდან და რა დროს შემოვდივარ. როცა რაღაც თავდება ცხოვრებაში. ადამიანები, გამსახური, ჩვენი თავის წინა ვერსია. რა ხდება მერე? იწყება ახალი ვერსიის შექმნა და იწყება ახალი სიახლეები. როდესაც რაღაცა თავდება ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ იწყება ახალი. მე ვარ ოპტიმისტი ადამიანი. სხვათა შორის მებრძოლის სულის და ეს მითიური ფრინველი, ფენიქსი. ხო. არის ჩემი ფავორიტი ფრინველი. და სხვათა შორის ფენიქსის სტატუ მაქვს. იმიტომ რომ მე მუდმივად მას ვადარებ ჩემ თავს, იმიტომ რომ ვიწვევი და მეორე დღეს ვდგები. ბატონო. აი დავიფერფლები და ჩემივე ფერფლიდან ბევრჯერ აღსდგები. რა ვიცი, აი არასოდეს არ ვამბობ არას. იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი არის შესაძლებელი. და უბრალოდ რა არის იცი, აი როდესაც იწყებ კარიერას, შექმნას, როდესაც რაღაცას დაიწყებ, ბევრჯერ დაგიწყეს კარიერის შექმნის პროცესში, მეგობრებმა ფეხი? სხვათა შორის არა. არა.
რაღაცები იჭორავენ, არ არის პრობლემა, მიყვარხართ. აი ეს არის ადამიანებო, ერთმანეთს უნდა გაუგზავნოთ პოზიტივი. როცა ჩვენ ვიგზავნია ნეგატივს, ჩვენ მუდმივად უნდა გაუგზავნოთ პოზიტივი, რომ ისევ ჩვენ ვიყოთ აი ესე ბედნიერად და კარგად. და თეთა ერთი კითხვა გაქვს რაიმე ისეთი შიში ფობია, როგორც რა? კი. კლაუსტროფია. მე საგეკავარჯობა მეც ზუსტად ეგრე მაქვს და საჭიროა რომ მოძრავ და აი ეხაც რომ გვირაბში შემოვდიოდი სასწაული ის და მემართა და მეწყო სულ რაღაც მეტროთი ვერ მგზავრობ იმიტომ რომ ვიღაცებს გონიათ რომ არ კადრულობ მაგრამ სამწუხაროდ კადრულობ მაგრამ შიში მაქვს სულ მამაუჩვენოს ვიძახი ხოლმე ჩასვლა ამოსულაზე იმ დღეს იყო შემთხვევა აი წლებია მეტროში არ ჩავსვარ და რომ სამსახურში რაღაც უბრალოდ ჩაწერა ქონდა ჩემ გოგონას და არ დაგვეგვიანებია მეტროთი უნდა წავსულიყავით და ჩავედი რა მეტროში და ამ დროს დიდუბის მეტროში მანდ ვცხოვრობ ჩავედი კარები დაიკეტა და რაღაც ბუფ ხმა და რაღაც პოლიცია მოგის რაღაცა კარები არ იღება მე დამეწყობა ხალხი გაგიჟდა მიშელეთ გამიშვი და აი რაღაც დედასკებს აი ჩხილები რა წალით მეთქი დროზე გამიშვი და აი ცუდად გავხდი გასაწყობია რა მაგარია და ერთი და უკვე ვამთავრებ რა აი ამ ჩვენ ინტერვიუს და მაინტერესებს როცა შენს გარშემო სამყარო ინგრეო და რისი იმედი ქონდა მაგ დროს და რას ებღაუჭებოდი რა იცი რა არის სიმართლე გითხრა სამყარო ჩემს ირგვლივ არასოდეს არ დანგრეულა არა გადავიარე ბევრი რაღაცა მაგრამ არასოდეს არ მიფიქრია ის რომ ჩემი სამყარო დამინგრია ნახე მაგას ხო არ ფიქრობ რომ შენს თავში იმდენად ყარიბსი ქიკა გაქვს რომ მე ვიცი რომ შენს ცხოვრებაში უმძიმესი ფაქტები მოხდა და მაინც მყარად გახარ ფერზე მე უფრო ამას თორე შენაც გაიარე ბევრ ადამიანს დაუნგრევდა კი არა საერთოდ ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ დაიწყებდა ცხოვრებას და ვერ კი სხვათა შორის გეთახმები მაგაში მე რაღაცა იმიტომ რომ მე და შენ დიდი ხანია ვმეგობრობ და კარგად გიცნობ და აქედან გამომდინარე უფრო მეტი ვიცი შენს შესახებ და ასევე შენ ჩემს შესახებ. მე გარკვეული პერიოდი საკუთარი თავი მქონდა დაკარგული. ის რაც დღეს ვარ, ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ეს ჩემი ჩანაფიქრი განვახორციელე სადღაც მაქსიმუმ 3 წელია, რაც დავიწყე ამ ჩემს კარიერაზე ფიქრი, განვახორციელე ჩემი მიზნები და სახული. აი როგორაა ცხოვრება, როცა სკერზე გაგიშვებს რა მე იქიდან საერთოდ სხვა ემოციებით სხვა ამოყვინთავზებოდ ხო სკერზე ვიყავი კი მაგრამ ჩემ ზუსტად მაშინ მაგრამ უფრო შენ თავის უფრო მაგარი ვერსია გამოჩნდა კი უფრო მეტად მაგარი ვერსია შევქმენი ჩემი თავის აი იქ სადაც აი სკერზე რომ დავეშვი ზუსტად მაგ დავიწყე ფიქრი რომ შემექმნა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და მე ეს შევძელი მაგრამ მინდა აღვნიშნო ის რომ დამიდგნენ გვერდით ადამიანები ვინც მართლა დამეხმარნენ სრულიად უსასყიდლოდ და სხვათა შორის ისეთი ადამიანის დამიდგა გვერდით რომ საერთოდ არ ველოდებდი ჩემთვის უცხო იყო მაგრამ დღეს ის ჩემთვის ძალიან კარგი მეგობარია და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია შენ უკვე დიდი გოგო ხარ რას ეთყოდა დიდი ქეთა პატარა ქეთას აი დღეის გადმოსახედიდან აი რო გქონდა შანსიო პატარა ქეთა აი აქ მოვიდეს და ნახო აი რას ეთყოდი მე ვეთყოდი პატარა ქეთას იმას რაც ჩაიფიქრე და ქონდა ოცნებები მაშინ როდესაც პატარა იყავი დიდმა ქეთამ მე ყველაფერი აგისრულა შენ რას ეთყოდი პატარა ქეთას პატარა ქეთას ვეთყოდი რომ არ გაჩერდი არასდროს რა იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში რაც გადაგვარჩენს მე ვფიქრობ რომ ეს არის მოძრაობა რა და რაც უფრო მეტად იბრძვი იმ შენი მიზნისთვის მიზნისკენ პირობითად დღეს თუ არ გამოდის მეორე მესამე დღე დათენდება და გამოვა რა მთავარია რომ აი ეს პოზიტიური ენერგია გასცეს მისცეს სამყაროს და აი რომ გაიყვიდებ ბედნიერი იყო რომ გაგითენდა რა იმიტომ რომ ბევრ ადამიანს საერთოდ
არც უღამდება და არც უთენდება, ხო? მართალი ხარ, კი. და ზუსტად მაგას ვიძახი, ყოველთვის პოზიტიური ენერგია მიეცით თქვენს მეგობრებს, თქვენ საყვარელ ადამიანებს. მართლა მინდა ყოველს მივმართა, რომ აი და სხვათა შორის, რასაც თქვენ სხვისთვის რაღაცა გენდომება, ცუდი ცხოვრება არის კარმა. ბუმერანგია, ეგრევე დაგიბრუნდება. ბუმერანგია და კარმაა და ეგრევე უკან ბრუნდება. თუ ვინმესთვის რამე ცუდი გინდათ, დამიჯერეთ, რომ თქვენთან წამოვեք ცუდი და ასე რომ გაუშვით ჩემო საყვარელო ადამიანებო, კარგი პოზიტივი, მეტი სიხარული. გაიღიმეთ სხვათა შორის მე ხშირად ვიღიმი და მიყვარს ღიმილი და თურმე ღიმილი ყოფილა პირველი ახალგაზრდობის წყარო. მაგიტომაც გამოიყურები ასე. ანუ ნაოჭებზე მოქმედებს ძალიან კარგად, ანუ არ გვექნება ესეთი სიბერის ნაოჭები. ბატონო. ქეთა. ამბობენ რომ ცხოვრება არის გზა. და მივდივართ პატარ-პატარა დაბიჯებით აი ამ გზაზე. რას ფიქრობ? სად მიგიყვანს შენ ეს გზა? ან სად გინდა რომ მიგიყვანოს? სიმართლე რომ გითხრა, მე მივდივარ ბილიკზე, რომელიც მე თვითონ შევქმნილი. და მხოლოდ ერთი იმედი მაქვს უფლის. და ვიცი რომ აი პატარა და დიდი ქეთა უფალს ყავს აი ესე ჩაკიდებული ხელით და აი ამ ბილიკზე მიუძღვება წინ. ქეთა, მე ვიცი რომ შენ შექმენი მუსიკა შენი პოეზიიდან გამომდინარე, შენ თვითონ დაწერე, კომპოზიტორიც შენ ხარ და ასე შემდეგ. მაინტერესებს როდის გამოვა, როდის ვნახავ საზოგადოება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ძალიან კარგი ხმა გაქვს, რა მომისმენია შენი სიმღერები და მაინტერესებს უკვე აი ამ ფართო აუდიტორიას, როდის აჩვენებთ აი ამ თქვენს სიმღერას. მუშაობ სხვათა შორის ჩემ სიმღერაზე. მუსიკაც ჩემია, რა თქმა უნდა, ჩემივე ტექსტზე მაქვს დაწერილი ეს მუსიკა და არანჟირებას მიკეთებს კომპოზიტორი ბატონი მერაბ მამულაშვილი. საპატრიარქოს სტუდიაში წერ ვაკეთებ არანჟირებას, მუშაობ ხმაზეც, იმიტომ რომ 25 წელი მე არ მიმღერია, რასაც ქვია სიმღერა და საბაგობროში მშვენი ვახტერი და მაგაში ვერ დაგეჭირდა. ყველაფერი გამოვა ისე როგორც მე მინდა და ძალიან ახლო მომავალში იხილავთ ჩემ სიმღერას. ქეთა გამიხარდა რომ შენ იყავი დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ შენ ხარ ფეხბედნიერი ადამიანი რა და მინდა რომ წარმატებები გისურვო და რას ეთყოდი ჩვენს აუდიტორიას, რომ მიმართო რამდენიმე სიტყვით. ჩემი დევიზი არის ის რომ არასოდეს არაფერი არ არის გვიან და შენ ვინც ახლა უყურებ ჩემ გადაცემას და ხარ შემოქმედი, ნიჭიერი. დამიჯერეთ, იბრძოლეთ, ჩანაფიქრები დასახეთ და მიაღწევთ თქვენ მიზანს. მე მინდა ჩემი წიგნი აფეთქებული ბროწეულები. აუ, რა მაგარი საჩქარია. მომეცით კალამი, ჩემივე ხელმოწერით გადმოგცეთ. აი, ხარე ძალიან მიყვარხარ და ქეთა ტრაპაიძემ დაგვიტოვა და მოგმართათ. არასოდეს არაფერი არ არის გვიან. ეს იყო ქეთა ტრაპაიძე. ეს იყო გადაცემა შტრიხები, ჩვენ დავხატეთ ქეთა ტრაპაიძის შტრიხები. სექტემბრიდან უფრო სხვა ფორმატში გეპატიჟები და წარმატებები მინდა გისურვო და ჩვენს აუდიტორიას მინდა მივმართო, რომ მშვიდობას გისურვებთ, ბედნიერად იყავით დროებით.